თავდაპირველად დავიწყოთ ხალხის ზალის პოზიციით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებიდან და სტატუსის მიღებიდან მალევე გააქტიურდა საპარლამენტო უმრავლესობის რადიკალური ფრთა ხალხის ზალის დეპუტაცია, რომლებიც ასევე აქტიურობდნენ, როცა სტატუსი მივიღეთ. ხალხის ზალა ახალ წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მათი დიდი წვლილია ქვეყნის ამ წარმატებაში, თუმცა საგულისხმოა მათი წერილის ერთი ფრაგმენტი, სადაც ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკების გახსნის პროცესს მნიშვნელობა არ აქვს თუ როდის მოხდება ეს, რადგან ეს პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი და რამდენიმე წელი დასჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არ არის 2024 წელს გაიხსნება მოლაპარაკება საქართველოსთვის თუ შემდგომ წლებში. გარდა ამისა, ისინი მედიასთანაც კომენტარებში ამბობენ, რომ მათ უკვე უნდა დაიწყონ ამ ტიპის საუბრები, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა შემთხვევას მათი აღქმით ოპოზიცია გამოიყენებს რევოლუციისთვის, ისევე როგორც გურამ მაჭარაშვილს თუ კი დავუჯერებთ, ოპოზიცია რევოლუციას გეგმავდა სტატუსის მიღების პროცესშიც, თუ კი ვერ მივიღებდით სტატუსს და შესაბამისად ახლაც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მათეული აღქმა და სიმართლე, როგორც ისინი ამბობენ, გაუზიარონ. საინტერესოა ასევე ის, რომ ამ ანტიდასავლური კამპანიის დაწყებისთანავე ხალხის ზალის ამ პოზიციას იზიარებს ქართული ოცნება. ის ძალები, რომელთაც უნდათ რომ კანდიდატის სტატუსის არ მიღება გამოეყენებინათ აქ რევოლუციებისთვის, არეულობისთვის, მათი აქაური წარმომადგენლების მეშვეობით, ეს სცენარი ჩავარდა, მაგრამ ამას ისინი გააგრძელებენ აუცილებლად. რაც აისახა კიდეც სამწუხაროდ მაგალითად ევროკომისიის იმ არასწორ დასკვნებში, რომელიც პირდაპირ მითითებულია იქითკენ, რომ როგორმე მოხდეს დისკრედიტაცია ისეთი კონსტიტუციური ორგანოების, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუ კანდიდატის სტატუსის მეშვეობით რევოლუცია აქ ვერ მოახდინეს და ომი ვერ დაიწყეს, ეხლა სხვადასხვა მეშვეობით ცდილობენ, რომ დისკრედიტაცია აქიდანვე დაიწყონ იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდება 2024-ში, რა თქმა უნდა, ეს კუდი ჩვენ დავინახეთ და სწორედ აქედან გამომდინარე ეს წერილი, როცა დავწერეთ, რომ ხალხს ვეუბნებით სიმართლეს. ხალხის ზალის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება აბსოლუტურად საფუძვლიანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური ოპოზიცია თავისი გეგმებიდან გადახვევას არ გააკეთებს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რაიმე საფუძველს მოეჭიდონ იმისთვის, რომ შესაბამისად რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობა მაინც ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ საქართველოს დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი. ოპოზიცია ერთ რამეში ნამდვილად ეთანხმება ხალხის ზალას, რომ მათი წვლილი მართლაც არის სტატუსის მიღების პროცესში, თუმცა მათ ითამაშეს უარყოფითი როლი, როგორც პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, ხალხის ზალამ დააინიცირა რუსული კანონი, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ ევროკავშირისთვის და ევროპელი პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ ცხადი ყოფილიყო, თუ რამდენად დიდი განსხვავებაა სახელისუფლებო პარტიის პოზიციასა და საქართველოს საზოგადოების ევროპულ არჩევანს შორის. და ისინი ამბობენ, რომ ხალხის ზალამ აქ უარყოფითი როლი ითამაშა. რაც შეეხება თავად წერილს და ფრაგმენტს მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ამოიკითხა ხელისუფლების დაბალი პოლიტიკური ნება ან ნების არარსებობა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება აპირებს პირობების შესრულებას იმისთვის, რომ 2024 წელს მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეს ქვეყანა, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ხალხის ზალა განსაკუთრებულ მნიშვნელობას მოლაპარაკების ეტაპზე მომავალში გადასასვლელად ამ პროცესს არ ანიჭებს. ცით რომ ხალხის ზალის არც ერთმა დეპუტატმა ამდენი წერა-კითხვა არ იცის და მორიგჯერზე ისინი აჟღერებენ და ახმოვანებენ იმას, რასაც უწევს რუსული FSB. რაც შეეხება მთავარ მავნებლობას ამ წერილისა, მისი ამოცანა არის, რომ გაყინოს პროცესი, იმიტომ რომ ქართული ოცნება კარგადაც ცნობიერებს, რომ მას არანაირი სურვილი და რესურსი არ აქვს შეასრულოს 9 რეკომენდაცია, რომ შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს ქვეყანა. შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანა ახლა იქნება სტატუს ქვოს შენარჩუნება და
ბუნდოვანი იმედის დაკიდება, რომ აი რაღაცებს ვაკეთებთ და ოდესმე რაიმე იქნება. მათი მხრიდან ეს არის თავის დაზღვევა, რომ როგორც ჩანს რა ახლა ისინი მურუსიძე ჩინჩალაძეს გააგდებენ და დასჯიან კორუფციის გამო რო არიან კონპირებულები, რას გააკეთებენ ცესკოს გაუშვებენ ხელიდან 2024 წლის არჩევნები რო აქვთ ჩასატარებელი. 2024 წელი პოლიტიკურად ძალიან турბულენტური და მძიმე წელი იქნება, ხო ასეა? ამიტომ ესეთი მსგავსი საუბრები, რომ რაღაცა დაკნინება ამ უნიშნულოვანესი როლისა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დასტურია რა პოლიტიკის გაგრძელებას და განხორციელებას აპირებს ხელისუფლება. ყველა კარგად ხედავდა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ფარგლებს გარეთ, რომ ოცნება არ აპირებს ყველა იმ დათქმის და რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე არის მოცემული ევროკავშირის მხრიდან. უბრალოდ გეოპოლიტიკური ავანსი გაიცა საქართველოზე, მიუხედავად იმისა, რომ 12 რეკომენდაცია იქნა საბოდაჟირებული ოცნების მიერ. ეხლაც ასე აპირებენ, უკვე პირველი ნიშნები გამოიკვეთა და კონკრეტული ასე ვთქვათ დათქმებზე საბოტაჟი დაიწყო და დეკლარირებულად დაიწყო საბოტაჟი რუსულმა ოცნებამ. ქართული ოცნება პირდაპირ არ ამბობს, რომ 9 დათქმას არ შეასრულებს და გამოუშვა ახლა ხალხის ძალა ამის გასაჟღერებლად და მოსახლეობის შესაგუებლად. მაგრამ არაფერი უშველით მათ 2024 წელს დასრულდება ქართული ოცნების მმართველობა. საინტერესოა გააგრძელებს თუ არა ხალხის ძალა ამ პერიოდის განმავლობაში ისევ წერილების გამოქვეყნებას, ისე როგორც ისინი აკეთებდნენ ამას სტატუსის მიღებამდე, რადგან სტატუსის მიღებამდეც ისინი ცდილობდნენ, რომ ეს წარმატება დაეკნინებინათ და სტატუსში ქვეყნის გარეთ გლობალური პარტიის წარმომადგენლების და ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მცდელობებს ხედავდნენ, რომ ქვეყანა ომში ჩართულიყო და რევოლუცია მომხდარიყო, ამ ტიპის პროპაგანდას აწარმოებდა ხალხის ძალა და დღესაც მათ უკვე გამოაქვეყნეს ანტიდასავლური შინაარსის შემცველი წერილი, სადაც ისინი აკნინებენ მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლას და ამბობენ, რომ 2024 წელს ამას განსაკუთრებული ფასი არ აქვს. საინტერესოა თავად ხელისუფლებამ და მისი ლიდერები დაეთანხმებიან თუ არა და აყვებიან თუ არა ამ პროპაგანდაში ხალხის ძალის წარმომადგენლებს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს წელი ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს არა ამ ტიპის წერილების გამოქვეყნებაში, არამედ 9 პირობის შესრულებაში, რადგან მნიშვნელოვანია 2024 წელს გაფართოების პაკეტი, როცა გამოქვეყნდება, მაშინ საქართველო გადავიდეს მოლაპარაკების ეტაპზე.